პაპაჩების დროს ანუ საგრძელო ყოფილი ლექსის გარეშე. ლექსებით მქონიათ საუბარი ერთმანეთთან. იმ წუთას მოგონილი ლექსებითაც. ჩემს სამეგობროსაც მქონია ესეთი, ჩვენ ძალიან ცოტა ვართ სამეგობროში, ანუ ისეთ ძალიან ახლობლებრივად, ხო იცი, რომ შეიძლება რომ ბევრი დალია დათვრე რა. იმიტომ რომ ახალგაზრდობაში რა იცი, ყველას ძმაკაც ეძახი და არ არის ყველა ძმაკაცი სამწუხაროდ. ძმაკაცობა იცი როცა არის და როცა ხარ შენ თამამი და თავისუფალი საგეზელოში, როცა შენ არ გეშინია შეცდომის. ანუ შენ იმას არ ჩაგეჭდებიან, არ იმას გიზავენ რა იმ სიტყვაზე და ასე შემდეგ რა. აზროვნების ხელოვნება, რომელსაც შეიძლება დაარქვათ ფილოსოფია, შეიძლება დაარქვათ პოეზია, შეიძლება დაარქვათ სხვადასხვა. ეს ყველაფერი აზროვნების ხელოვნებაა. და შენ აზროვნებაში თუ თავისუფალი ხარ, შენ ხარ თავისუფალი არჩევაშიც, თავისუფალი სიტყვის თქმაშიც. შენი სიტყვის შეთანხმება გჭირდება თუნდაც შენს თანამეინახესთან, ვინც შეთანხმებას უფრაზდა სხედან და ისინი უსმენენ. ანუ შენ ამის არ გაკიცხავენ. სუფრა და კეიფი იყო ღრეობა, სადაც თქვა ის სვავდნენ რაღაცა, ისხავდნენ თავზე და ეს იყო საბერძნეთშიც, ეს იყო რომშიც და ეს იყო საქართველოშიც. ნუ შენ რომ მიხვდები რომ ეს ღრეობა რაღაც ასაკის მერე აღარ გეღრევება და შენ რაღაც თუ ჩამყავდი ადამიანს, რომელიც სხვა რაღაცაზე ვფიქრობდე, ის ღრეობას თავისი ასაკი აქვს. ვინც იქ დაბერდა ღრეობაში, ის ნუ არ ვერ ჩამოყალიბდა ეს. რაღაც ასაკიდან გადმოდიხარ ფილოსოფიაში მე. ხო, ფილოსოფიაში, რომელსაც ვეძახით ამ ფილოსოფიას, რომელსაც კარგი გაგებით ფილოსოფია. კაი გაგებით კაია, ხო. ანუ უნდა დაღვინდი ადამიანი.